ესე იგი, ძალიან შეწუხებული ვიყავი ამ GPT OpenAI-მ ჩაამატა თითქმის ყველაფერი ჩააყარა აი ამ პატარა მენიუში. შეწუხებული ვიყავი იქიდან გამომდინარე, რომ აი ფაქტიურად არ ჩანს რა, აი ჩათების ისტორია რო ნახო, ფაქტიურად აი არ ჩანს თუ აქ გააქვს უამრავ ეხლა მე ეს რა ლუთ მაქვს საჩვენი მეთორიამდე საგვიყენ. აი ქვევით უნდა ჩახვიდეს სადღაც და აი მე უნდა ნახო უკვე ეს ჩათების ისტორია, როცა რეალურად უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ეს ჩათების ისტორია და ამის თარგმანა გაკეთება შეიძლებოდა და სწორედ ამიტომ ამაზე ამ პრობლემამ აღძრა გამეკეთებინა ასეთი რაღაც. ეხლა გაჩვენებთ დეტალურად თუ რა არის ოპტიმიზირებული და რა არის გაკეთებული. პირველ რიგში სივრცის გამოსათავისუფლებლად და ჩათის ისტორიების სანახავად აი ეს ყველა GPT თვის შევქმენი ცალკე ღილაკი, drop-down ღილაკი, საიდანაც შესაძლებელი არის ჩამოშალო და ნახო, ეხლა ვაჩვენებთ. ნახეთ, აქ აღარ არის საერთოდ ეს GPT-ები და არის my GPT-ის ჩამოშლი და აქ არის ყველა GPT ერთად, ანუ რამხელა ადგილი გამოთავისუფლდა ნახეთ. ყველა GPT არის ერთად. ერთი პატარა ცვლილებით. ამის შემდეგ აქ არის GPT-ების დათვალიერება, გვერდზე გადასვლა. ესეც ჩავამატე აქ GPT-ების დათვალიერება. და მენიუში ჩემი GPT-ები აგრეთვე დავამატე და გადმოვიტანე აქ. ანუ ფაქტიურად ოპტიმიზაცია გაკეთდა ყველა GPT-სთან დაკავშირებული საკითხი არის ერთად თავმოყრილი. აქ გამარტივდა მხოლოდ პარამეტრებთან დაკავშირებული საკითხებია. აქ არის ყველა GPT, ჩემი GPT-ები, ჩაპინული GPT-ები და ასე შემდეგ. ახალი GPT-ების დათვალიერება. ამის შემდეგ არის პროექტები და ესეც შევამცირე ადგილი, სივრცე შევამცირე, შევქმენი ჩემი პროექტები, ღილაკი, ამაზედაც გაბუნებით გამოდის ბოლო გამოყენებული პროექტები, ანუ პროექტები, რომელიც ბოლო იქნა დამუშავებული. ბოლოს რა პროექტზეც ვიმუშავეთ. ავტომატურად ემატება აქ ჩემი პროექტებში და იკავებს უკვე პატარა ადგილს. ბოლო რომელსაც გამოიყენებთ, ავტომატურად ჩაემატება აქ. და აქ უკვე მეტის ჩვენება, ანუ 5-ზე მეტი თუ გაქვს უკვე პროექტი და არც გაბუნებ და აქ უკვე გამოჩნდება დანარჩენი პროექტები. რაც შეეხება კიდე დამატებით, აქ მენიუში ორიგინალ ვერსიაში არის დავალებები აქ. რაც რა ვიცი ახლა აქ შედი მე პირდაპირ დავამატე მენიუში. დავალებები, შეგვიძლია დავაწყაბუნოთ და პირდაპირ გადავიდეთ დავალებების გვერდზე. და ამის შემდეგ უკვე იმხელა ადგილი თავისუფლდა უკვე. აი პირდაპირ იწყება დაჟე დღეს და გუშინდელი საუბრებიც კი ჩანს. აი ვფიქრობ საკმაოდ კარგი ოპტიმიზაცია არის და ვისაც გჭირდებათ, შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ ჩემს GitHub-ზე ავტვირთე.